და ჩვენ ისევ უბრუნდებით ქუთაისში მომხდარ ინციდენტს პოლიციელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მირზა გოჩუაძე რამდენიმე წუთის წინ სამწუხაროდ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, როგორც განცხადებიდან ირკვევა, სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველთა მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, ძიების პროცესს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე კი აღძრულია 323 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. ამ დროისთვის პოლიციელი უკვე საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.